თავისუფლებაზე. აი ქალბატონო გუგული გეკითხებათ 1 წუთი თუ შეიძლება რატო არ ხართ უკაცრავად გემატებათ 10 ლარი 2005 მე იქით დავუმატე ვიმართლას მე ქუჩაში დამდგები და მე იქით რაკნა ლარი რა არა რაკნა 10 ლარი სახელმწიფოა ვიდეო ხო იღებენ кайფულებს 5000 ლარს 10000 ლარს ხო იღებენ ხელფას მე 10 ლარი მათხოვარი ითავარ ქუჩაში ერთი დღე გაატარე და საღამოს რომ მიხარ მე გადახარხე გონები მე გადახარხე და ამ მდგომარეობაში ვახშობის მანძილი კარგი და გარემაჯობა ირჩევი პენსიიდან 10 ლარი მაგათი იყოს და 140 ლარს მე ავიღებ ერთი დღე გამოვიდეს დიდი მადლობა მოდი გამოვიდეს ხელს გლები ერთი დღე გაატარონ გარე ქუჩაში წვიმიანში იმაში ერთი დღე გაატარეთ ჩვენს გვერდით თქვენნაირი ქალები ვართ ჩვენ ოჯახის ქალები ვართ შვილების დედები ვართ და გავზარდეთ საუკეთესო შვილები მომავალი თაობა ერთი დღე გაატარეთ ჩემთან ერთად თქვენ და თქვენმა კოლეგებმა საღამოს რომ მიხვალთ ფეხებს ველი გაყინული გაციებული საჭმელი უნდა გააკეთო 15-ე რო დაწყები მაშინ გადახარშე თურმე რას უძლებ მე პირადად 15 წუთი დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მოდი დავასრულებინოთ გაითიშება ჩვენი ჩართვის დრო იწურება გისმენთ ქალბატონო გუგული დაიმედეთ ეს ხალხი წინა საახალწლო და დავემშვიდობებით სიმართლე გითხრათ ფეხები არ მიცივდება მაგრამ საღამოს მეც რომ მოვდივარ იმდენად დაღლილი ვარ რომ ძალიან აი ბევრი მჭირდება იმისთვის რომ გამოვიდო თუ იმუშავებ თუ წესიერად იმუშავებ პარლამენტში და თუ წესიერად და თავდადებით იმუშავებ იქაც ძალიან იღლებით სხვათა შორის და არანაკლები დამღლელია ის რომაც და გარდა ამისა ეხლა ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს ყველა ადამიანს სწავლობს რომაც იმისთვის რომ გარკვეულს მიაღწიოს რაც შეიძლება იცით ერთი მე მინდა ერთი რამე გითხრათ თქვენ თქვით რომ ძალიან კარგი შვილები გაზარდეთ მე შვილებს მოვალეობა აქვთ რომ დედის მიმართ მამის მიმართ გარკვეული ყურადღება გამოიჩინოთ ქალბატონო გუგული ძალიან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა ვერ შოუა 63 წლის ასაკში ადამიანმა მთელი ოჯახი არჩინოს ახალგაზრდა როგორ უნდა არჩინოს ქალბატონო გუგული 200 ლარი აქვს ხელფასი ბატონო რა უნდა გააკეთოს შვილებმა უნდა